მე მგონია რომ ზნეობრივი კატეგორიები დიქტატურა არასოდეს არ იმუშავებს. დიქტატურა ყოველთვის არის ხისტი, დიქტატურა ყოველთვის არის უხეში, დიქტატურა ყოველთვის არის დაუნდობელი და ყოველთვის არის ზნეობა გამოცვლილი. უბრალოდ ყველაზე მეტად რთულია იმის გააზრება, რომ საზოგადოება, რომელიც მეთოდურად და ძალიან სწორად ვითარდებოდა და ყოველ ჯერზე, ყველა აი ამ ტკივილიან მოსახვევში ჩვენი ისტორიის რაც ხონდა, ყოველთვის აკეთებდა სწორ არჩევანს, უბრალოდ აღმოჩნდა აი ასეთი შავი ჭირის პირისპირ და ეს არის დასაძლევი. ჩვენ ახლავს საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც დღეს სხვადასხვა ვადით საპატიმრო დაწესებულებაში გაუშვეს მიტინგის მოწყობისთვის, ქუჩაზე გამოსვლისთვის, პროტესტის გამოხატვისთვის, ხო? ძალიან უცნაური და სიმპტომური ერთი რაღაცა, რომ ეს პრეცედენტი ზოგადად ამ ტიპის საკანონმდებლო ნორმა რო ქუჩაში რო გამოხვალ და აქციას მოაწყობ, ადმინისტრაციულად დაგიჭერდა, მეორედ რო გამოხვალ კიდე ადმინისტრაციულად უფრო მეტი სასჯელი და მესამე ჯერზე სისხლის სამართლის წესით დაგჯდო, ეს ქონდა ეს ნოუ-ჰაუ ქონდა რუსებს. პუტინმა გააკეთა ეს და სხვათა შორის ახლა ოქტომბერში შეცვალა ეს ნორმა პუტინმა და რა გააკეთა, რომ არ არის საჭირო მეორედ ადმინისტრაციული სასჯელის დაკიდება, პირდაპირ ერთხელ ადმინისტრაციული სასჯელის შემდგომ შეიძლება მეორედ სისხლის სამართლის წესით გაუშვათ. ზუსტად მეორე დღეს პუტინმა რო ხელი მოაწერა კანონს, მეორე დღეს ეს ნორმა შემოიტანეს საქართველოს კანონმდებლობაში კობახიძემ და პაპუაშვილმა. ეს ნორმა შემოიტანეს ერთხელ მიტინგზე თუ დაგიჭერ მიტინგზე პროტესტის გამოხატვის გამო თუ დაგიჭერ, ქუჩაში გამოსვლის გამო თუ დაგიჭერ და აქ არ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმ ტიპის პოლიტიკურ პროტესტზე, რომელიც აქვს მოქალაქეებს ახლა რუსთაველზე, ნებისმიერ პროტესტზე. რომლის გამო შეიძლება სხვადასხვა დროს ვინახავს, რომ აი მარტოში გამოდიან ადამიანები და აპროტესტებენ დაცული ტერიტორიების სააგენტო როგორ იქცევა, ხედავთ როგორ იქცევიან, როგორ ეპყრობიან მეშახტეებს, მაღაროელებს ჭიათურაში როგორ ექცევიან ადამიანებს რა აქვს პროტესტი და გამოხატავენ და აქ ზუსტად იმავე პუტინისეული სქემით ეუბნება საქართველოს დღევანდელი მმართველობა ხალხს, რომ ჯერ დაგიჭერ ადმინისტრაციული წესით და მეორე ჯერზე დაგიჭერ სისხლის სამართლის წესით. ეს რას ნიშნავს? სხვა რამეს თუ არა დიქტატურას და ჩვენ ახლა ამ ადამიანებს ვუთხრათ და ვესაუბროთ იმ კატეგორიებით, რაც ბოლომდე ვეთანხმები გიორგის და არის ძალიან მაღალი თამასა ეს, ხო? მმართველობის. ცოტათი რთული იქნება, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ იყვნენ იქ და ემსახურონ დიქტატურას. ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს.